ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ რეორგანიზაციას გეგმავს და თანამშრომლების 20%-ის გათავისუფლებას. 20% რიცხვებში ნიშნავს დაახლოებით 16,000 თანამშრომელს და თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ Meta-ში ჩვეულებრივი თანამშრომლები არ არიან. Meta არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური მუშახელის დამსაქმებელი, საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიონალები არიან ისინი, მათი ლამის 90% არის IT ინდუსტრიის წარმომადგენელი და IT ინდუსტრია არის პრინციპში ის პირველი ინდუსტრია და სექტორი, რომელიც შეეწირა AI რევოლუციას. შეგვიძლია უკვე ამისი თქმა, რადგანაც ყოველდღე მხოლოდ ვიღებ სიაღლეებს, რომ AI-ის გამო X კომპანია აპირებს X რაოდენობა IT სპეციალისტების გაშვებას. მე ძალიან დიდი ხანის მოუწია Meta-ს მოცდა იმ. ხო, გარკვეულწილად Amazon-მა ნახევარზე გახსნა და Amazon-მა პირდაპირ თქვა, რომ 90%-ს გავუშვებთ, როგორ გვაცადეთ და ნუ Meta შედარებით კონსერვატიული იყო, მაგრამ ბოლოს უკვე მაინც ეკონომიკურად მოუწია. Zuckerberg-საც ამოვიდა ყელში. ხო, Zuckerberg-საც ამოვიდა ყელში და თან ინვესტორები ითხოვენ. ინვესტორები ითხოვენ, რომ ხარჯები დაიზოგოს და კომპანიას ჰქონდეს უფრო მაღალი მოგების მარჟა. ყველა ინვესტორს მხოლოდ ეს უნდა და ხშირად არა, უმეტესწილად ინვესტორის და დასაქმებულის ინტერესები არის ურთიერთ საწინააღმდეგო. მეტყვით, როცა ძალიან დიდია გეგმები. როცა ძალიან ბევრი ჩადებას გეგმავ და ისევ ინარჩუნებ ამდენ თანამშრომლებს, რომელთა დიდი ნაწილიც აღარ არის რეალურად საჭირო, ნუ არ არის უკვე აღარ გამოდის და ეს გეგმებია ერთ-ერთი მთავარი გამართლება, რატომაც მე აპირებს თანამშრომლების ძალიან დიდ ნაწილის გაშვებას. მათი თქმით, 2028 წლამდე კომპანია აპირებს 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას დეიტა ცენტრებში, AI ინფრასტრუქტურაში და თავად AI მოწყობილობებში. ეს 600 მილიარდი რა თქმა უნდა დაიზოგოს სხვადასხვა გზებით. საუკეთესო გზა არის ამ შემთხვევაში უკიდურესად მაღალკვალიფიციური და მაღალშემოსავლიანი თანამშრომლების გათავისუფლება, რაც კომპანიას აი ამ თავისუფალ რესურსებს მისცემს. აქვე ჩნდება შეკითხვა, რა თქმა უნდა, საქმეს ვინ გააკეთებს თუ 20% სახლში გაუშვებო და პასუხი აქვს. Zuckerberg-ს მისი აზრით საქმეს სრულად გააკეთებს AI. ხელოვნური ინტელექტის აგენტები, ისინი უკვე ასრულებენ საქმის დიდ ნაწილს Meta-ში და აქვე Zuckerberg-ი იმასაც ამბობს, რომ თუ კი 2-3-4 წლის წინ რაღაც პროექტის განხორციელებას უნდა ჯგუფი დეველოპერებისა, რომლებიც მაგალითად 3 თვის განმავლობაში იმუშავებდნენ და ამ ასე ვთქვათ, პროექტში Meta-ს მოუწევდა რაღაც X თანხის გამოყოფა, დღეს უკვე იგივე საქმეს ზუსტად აკეთებს ერთი ნიჭიერი დეველოპერი თავისი AI აგენტების დახმარებით და თან იგივე საქმეს, გარდა იმისა, რომ ერთი კაცი ასრულებს ის ამ საქმეს რაღაც ერთ კვირაში უკვე. და უფრო მაღალი ხარისხით. ხარისხი მაღალია, ფასი დაბალია, დრო ნაკლებია. რაც ნუ ეკონომიკურად უკვე შეუძლებელი არგუმენტია, რომ მას გაუწიო წინააღმდეგობა და ამიტომაც Meta უკვე გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ სავარაუდოდ შემცირება არ იქნება ბოლო 2-3 წელიწადში კიდევ გავიგებთ ასეთ რამეს, იქამდე სანამ უკვე თანამშრომლების 90% არ იქნება გათავისუფლებული და Meta არ იქცევა გარკვეულწილად სრულად AI კომპანიად, რომელსაც ეყოლება რაღაც მენეჯერთა საბჭო, დირექტორთა საბჭო, Zuckerberg-ი, რომლებიც უბრალოდ ხედვას მისცემენ, ასე ვთქვათ, მენეჯერები შემდეგ უკვე ტექნიკურ დავალებებს გადაულოცავენ ქვედარგოლის მენეჯერებს, ხოლო ისინი საბოლოო ჯამში საქმეს გააკეთებინებენ AI მოდელებს. ამ შემთხვევაში AI მოდელები შეასრულებენ აი სამუშაო ძალის ფუნქციას. მართალია ისინი კომპანიის განვითარებაზე დიდად ვერ და არ იზრუნებენ, თუმცა საქმე თუ არის გასაკეთებელი, საქმეს გააკეთებენ ისინი მარტივად. იგივე რაც უნდა Amazon-ს, იგივე რაც უნდა Microsoft-ს და იგივე რაც უნდა აბსოლუტურად ყველა კომპანიას, რომელიც არის მოგების მიღებაზე ორიენტირებული, რადგანაც დღეს უკვე ბაზარზე მოგების მიღება ხდება AI აგენტების გამოყენებით, რაც უკვე რეალობაა, ამის უარყოფას აზრი არ აქვს და ამ თანამშრომლებს, რომელთაც ახლა Meta-ს დატოვება უწევთ, ალბათ სამუშაოს პოვნა არ გაუჭირდებათ, ახლა Meta-ში ნამუშევარ პროფესიონალი წესით ყველას უნდა, მაგრამ ეტაპობრივად უკვე ადამიანებსაც მოუწევთ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგანაც ეს ინდუსტრია, რაც არის IT development-ის ინდუსტრია, უკვე ფაქტია, რომ სრულად ეწირება ამ AI რევოლუციას. ეს ერთი და ბოლოშიც აუცილებლად თქვა და ეს არის კიდევ ერთი მინიშნება იმაზე, რომ არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში პრიორიტეტი ენიჭება იმას, ვინც იცის ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა. თუ შენ ხელოვნურ ინტელექტს კარგად მოერგები, იმის ალბათობა, რომ სამსახური დაკარგო, მუდმივად უკან და უკან იწევს, მაგრამ თუ მიყვები დინებას და არ ერგები თანამედროვე საჭიროებებს, მოგიწევს იმბედის გაზიარება, რაც მოუწიათ Meta-ს თანამშრომლობის 20%-ს.